ბათუმის მერიასა და ქართულ ჯგუფში შემავალ კომპანია მენეჯმენტ სერვის შორის 19 წლიანი ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხით დოკუმენტის გაუქმებიდან 2 კვირის შემდეგ ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც დაინტერესდა. ოპოზიციაში შიშობენ, რომ ობიექტის დაბრუნებით მერია ბიუჯეტს სხვა მიმართულებით დაზოგავს. შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი ცენტრი 16 ოქტომბერს წელიწად ნახევრიანი მართვის შემდეგ მენეჯმენტ სერვისმა თვითმმართველობას საკუთარი ნებით დაუბრუნა. კომპანიამ ამ ხნის განმავლობაში ობიექტის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის 3 მილიონი ლარი დახარჯა. ამასთან ხელშეკრულების ფარგლებში მერიას მართვის უფლებებისთვის წლიურად 3500 ლარს უხდიდა. მხარეთა პოზიციებით ამარ კიკნაძის რეპორტაჟში. როგორი იქნება ბათუმის მერიის პროგრამული ბიუჯეტი 2015 წელს ჯერ უცნობია. მერიის ფინანსური დოკუმენტი ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია, თუმცა საკრებულოს წევრი ნაციონალური მოძრაობიდან ფიქრობს, რომ ცალკეული პროგრამების ბიუჯეტი მნიშვნელოვნად შემცირდება. გიორგი კირთაძე მიზეზებს მენეჯმენტ სერვისს უკავშირებს, რომელმაც 16 ოქტომბერს ბათუმის მერიასთან 19 წლიანი ხელშეკრულება გააუქმა და შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მართვაზე უარი განაცხადა. იმის ფონზე, როცა ბათუმის ბიუჯეტი მინიმუმ ორჯერ იქნება შემცირებული. დაემატება ის, რომ იმ ვალდებულების შეასრულებლად, რაც ბეძინეულანიშვილს ჰქონდა აღებული 19 წლის განმავლობაში, მომავალ წელს თვითმმართველობას მოუწევს რამოდენიმე მილიონი ლარის დახარჯვა. ანუ მარტივია ალბათ დასრულებისა და ანალიზის გაკეთება იმასთან დაკავშირებით, რომ ბეძინეულანიშვილმა ეს ყველაფერი ქვემოქმედებაც, ფულის დახარჯვაც იმ საქმეებში, რა საქმეებს ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ, გამოიყენა მხოლოდ არჩევნებისთვის. იმას, რომ მომავალ წელს ბათუმის ბიუჯეტი შემცირდება, ვიცე-მერი სურაბერიძე ადასტურებს, თუმცა აქვე ირწმუნება, რომ არა პროგრამული ბიუჯეტის ხარჯზე. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ხელისუფლებისაგან სპეცტრანსფერს არ ელიან დაფინანსება, არც შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო კვლევით ცენტრს მოაკლდება. იმის გამო, რომ დელფინარიუმი სამართავად გადმოეცა თავისივე პატრონს ბათუმის მერიას, არც ერთ პროექტს დაფინანსება არ მოაკლდება. ვინაიდან 2015 წლის ბიუჯეტი არ არის დამტკიცებული, შესაბამისად ახალ ბიუჯეტში ეს საკითხები იქნება გათვალისწინებული. მენეჯმენტ სერვისის დირექტორი აცხადებს, რომ ბათუმის მერიასთან 6 წლის განმავლობაში ითანამშრომლა, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი იმ მიზნის ვადაზე ადრე მიღწევა გახდა, რაც კომპანიას ჰქონდა დასახული. კერძოდ, კომპანიამ განავითარა სერვისი, ხოლო 19 წლიანი ხელშეკრულება ბესიკ დემეტრაშვილის თქმით, მხოლოდ დაზღვევის მიზნით დაიდო. ჩვენი მიზანი, როდესაც მართვაში აღდგეთ ეს ორგანიზაცია, იყო მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ დავხმარებოდით შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელ სამეცნიერო კვლევით ცენტრს. უნდა გავეხოთა მენეჯმენტი, მართვა, მოეხსენა ხარჯების ოპტიმიზაცია და გამიზარდა დამოუკიდებელი შემოსავლება ამ ორგანიზაციის. ამის განმავლობაში რატო გააფორმეთ თავიდანვე ეს ხელშეკრულება ის ძალიან დიდი წინასახმო შემდგომელია გათვალო, რამდენი სერვისი შეძლებს გახდეს რენტაბელური ორგანიზაცია. ამას დაჭირდა 6 წელი, რაც იმედით მოკლე პერიოდი, ვიდრე ჩვენ ვარავდებით. მენეჯმენტ სერვისის დირექტორის თქმით, კომპანიამ უარი თქვა მოგების 50%-ს, რაც მას შემდეგ უნდა მიეღო, რაც შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მომგებიანი ორგანიზაცია გახდებოდა.